მოგესალმებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია ტელეკომპანიას სეზონი დღის შემაჯამებელი გადაცემით. თქვენ ალბათ გახსოვთ სააკაშვილმა საქალაქო სასამართლოს წინ დაწვა ქიბარ ხალვაშის საწარმო Procter & Gamble და ეს იყო უსამართლობის ზეიმი, რომ სასამართლოსთან ადამიანმა პოლიტიკური გარკვეული შეხედულებების გამო დაუწვა საწარმო მის მოწინააღმდეგეს. და ესე იგი თან როგორ დაწვეს? ესე იგი დაწვეს და ერთი სასწრაფო და ერთი სახანძრო სამაშველო სამსახურის წარმომადგენელი არ მივიდა უყურებდნენ როგორ იწვოდა უდიდესი საწარმო. და დღეს სწორედ სასამართლოში ხდება ასევე უსამართლობა ის რომ პოლიციელებს, მოსამართლეებს, პროკურატურის თანამშრომლებს ეს ერთი მუჭა ნაძირლების შეურაცხყოფას აყენებენ. როგორც მაშინ იყო უსამართლობის ზეიმი სასამართლოსთან, დღესაც უსამართლობის ზეიმი არის, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ ხელისუფლებაში სააკაშვილი არ არის. ხელისუფლებაში არის ქართული ოცნება და ის ამ ყველაფერს უყურებს და დემოკრატიული პრინციპებიდან გამომდინარე ამ ყველაფერს რაღაცნაირად უშვებს. და რომ ვინმე იქ დასავლეთში არ დატუქსოს. არ ვიცი მე სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში რომ ვინმეს გაებედა ეგეთი რაღაცა რომ მოსამართლე შეურაცხყოფა მიეყენებინა გამომძიებლებისთვის, პროკურატურისთვის, ეს იქნებოდა ციმბირში გადასახლება. გაგიგიათ ხალხო პოლიციის გამომძიებელი და პროკურატურის გამომძიებელი დაცვით რო დადიოდეს სასამართლოში? ეხლა მე ვერ გავიგე, უბრალო ადამიანი მაშინ რაღა არის, ის თუ როგორ უნდა დაიცვას ქვეყანამ, როდესაც ადამიანი თავისი ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს ვერ იცავს. ეხლა განახებთ აგერ სიუჟეტი, ერთ-ერთი მოწმე მივიდა იმითი, მთელი იმითი ჯარით. შეხედეთ. აწიერა რა ჩამოვიდი. დააწყნარდით. ბაჩე, ჭირდება, ჭირდება. მე დავარ დისკუსიას შენობა. ანტაციანი დაწუხება მოსულობი. რატო უყავ? არ უყავ, ნიკაკაცია საუბრობს დაკავების და შეურაცხყოფა. გამოჩნდა ელტონ ჭყონიას ხო 30000 ლარიანი ჟურნალისტი ნანუკა ქაჯაია და რატო მოდიხართო? ესე იგი პოლიციის თანამშრომელი რომელიც მოწმის სახით დაიკითხა, ესე იგი დაცვით მივიდა ხალხო სასამართლოში. არ ვიცი, ამაზე საშინელება რა არის, რომ პოლიცია ჭირდება სასამართლოში დაცვა. რომ ვინმე თავს არ დაესხას. და თავს ესხმის ეს, რა ქვია, მისი ელტონ ჭყონიას ისა პუტანკები. და ეს დედრიონი და მხედრიონი თუ რა ვიცი მე, ვინები არიან, არ ვიცი მე. ეს არის კატასტროფა, ეს არის სისტემის ჩამოშლა. ესე ჩამოიშალა 92 წელს ქვეყანა, როდესაც პანჩურებს ურტყამდნენ პოლიციელებს და 2003-ში კიდე, როდესაც პოლიციას საბუჩად იგდებდნენ. მე არ ვიცი რა აფხაზეთის და სამაჩაბლოს გაკონტროლებაზე და აღებაზე და რა ვიცი დაბრუნებაზეა საუბარი, საქალაქო სასამართლოს ეზო ვერ გაუკონტროლებია ქვეყანას. საქალაქო სასამართლოს ეზოში ვერ გაკონტროლებულა სიტუაცია შეურაცხყოფა რო არ მიაყენონ, ესე იგი იმის ორგანოს თანამშრომლებს. ეს არის კატასტროფა ხალხო. ეხლა იმ დღეს გამოვიდა ხელისუფლების წარმომადგენელი და ესე იგი გამკაცრებაზე იყო კანონის საუბარი, რომ შეურაცხყოფებიო, უნდა აღიკვეთოსო და უნდა დაისაჯოსო. მოусვინეთ.
წლის თებერვალში საქართველოს პარლამენტში განხილული და მიღებული იქნა კანონი, რომლის მიხედვითაც საჯარო მოსამსახურეებს, სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობის პირებს, საჯარო მოხელეებს აქვთ შესაძლებლობა, რომ თავიანთი უფლებები იყოს დაცული, თუ ადამიანები გადაწყვეტენ, რომ მიაყენონ შეურაცხყოფა, მათ მიმართ განხორციელებული ლანძღვაგინება, შეურაცხყოფელი გადაკიდება, ნებისმიერი შეურაცხყოფელი ქმედება არის კანონით დასჯადი. ზუსტად ისევე დასჯადი, როგორც არის ეს სხვადასხვა ქვეყანაში, მაგალითად გერმანიის მაგალითი, საფრანგეთის მაგალითი, დიდი ბრიტანეთის მაგალითი, სადაც არათუ ჯარიმები ან ადმინისტრაციული პატიმრობა, არამედ სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა არის გათვალისწინებული ადამიანების შეურაცხყოფისათვის და მათი ლანძღვაგინებისათვის. და აქ არის საუბარი კრიტიკაზე. კრიტიკა, რა თქმა უნდა, არის დაცული და ყველას აქვს უფლება, რომ თავისი აზრი ქონდეს. ეხლა ეს არის ქართული ოცნების დეპუტატი და ლაპარაკობს, რომ გერმანიაშიო, კიდე ევროპის ქვეყნებშიო, ამისთვისო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც არისო ადამიანებს, რომ შეურაცხყოფას აყენებენ. მე თქვენ და რო ცვლილებო, თქვენ რატო არ აკეთებთ ამას? თქვენ რატო არ აკეთებთ ამას მე? ადმინისტრაციული წესით რო დასჯით, იმას ფულს უხდის ევროკავშირი და გერმანიის საელჩო. ფეხებზე კიდია, იმას ფულს არ იხდის იმ 5. კი, გასაგებია, კარგი ის არის, რომ ბიუჯეტი ივსება ამ 5,000 ლარი ჯარიმებით, კარგია ეს ერთი ხრი, მაგრამ ესენი ხო აგძელებენ თავიანთ დესტრუქციულ მოქმედებებს, არა? მე ვერ გავიგე, თუ ევროპაში არის დასჯადი, ეს ქმედება და სისხლის სამართლის კუთხით არის დასჯადი, ჩვენთან რატო არ უნდა იყოს დასჯადი? ეხლა ესენი შევლენ 12 დღე და იტყვეს ზონაზე ვიყავითო რა. ჩვენ ის თუ სააკაშვილის ციხეები იყო, ჩვენ გულაგები გავიარეთო რა. იტყვიან. არა, მე ვერ ხვდები, რატო არ კეთდება ის, რაც კეთდება დასავლეთში. ჩვენ ხო, რა ვიცი, ევროპას კარგში მივებაძოთ, ამ ბოდიში და პიდარასტობაში რო ვებაძებით. რატო არ ვებაძებით იმაში, რაც იქ ვინ გაბედავს იმას, რომ პოლიციელს უბრალო ადამიანს შეურაცხყოფა მიაყენოს. სასამართლოს ეზო და სასამართლოს სისტემა არის დღეს ჩამოქცეული, ხალხო. მოსამართლეები დაშინებული არიან, იმ დღეს იმ ნიკაბელია მის გაარტყა თავში, რა ქვია, ბოთლი იმას მოსამართლეს. დედას აგინებენ პროკურატურას, პოლიციას და თქვენ გინათ მე ხალხმა სამართლიანობის აღდგენის კუთხით რაღაცა გადადგას დაბიჯები? დღეს არის კატასტროფა. დღეს ქვეყანას ჭირდება რკინის ხელი. არ ვიცი, აი სასწაული ხდება და მოდით აი ამ თემებზე ვისაუბროთ დღეს ჩვენ გადაცემაში სტუმრად გვიყოლება ბატონი დიტო ჩუბინიძე, აი ბატონო დიტო, თქვენც ადევნებდით ხალხურს აგერ, აი ამ საშინელებას რაც ხდება, როგორ შეურაცხყოფას აყენებენ, პოლიციას აყენებენ შეურაცხყოფას სასამართლოში. ეხლა თქვენ წარმოგიდგენიათ ქუჩაში რას უზამენ პოლიციელებს. როცა სასამართლოში აყენებენ, აი რა ვიცი, აი რა, თქვენ როგორ ფიქრობთ, რა გადაჭრის გეგმები უნდა იყოს, რა ქმედებები უნდა განხორციელდეს პრობლემის ამოსაფრთხო? არაფერი, მივესალმები რა თქმა უნდა პირველ რიგში ჩვენს ძვირფას ტელემაყურებელს და რა თქმა უნდა თქვენს დიდი პატივისცემით მოგესალმებით. ბატონ ნიკოლოზ, არაფერი ამ შემთხვევაში გამოსავალი ერთადერთია. არსებობს კანონმდებლობა, არსებობს სისხლის სამართლის კოდექსი და აი ამ კანონმა უნდა იკანონოს მთელი თავისი სიმკაცრით. სხვა გამოსავალი ამ შემთხვევაში არის წარმოუდგენელი. სხვა შეუძლებელია ამ შემთხვევაში სხვანაირად იმოქმედოს. ერთადერთი გამოსავალი არის ეს. სხვა რა უნდა იყოს გამოსავალი? სხვა გამოსავალი მე მაგალითად არ ვიცი ახლა მაშინ ლინჩის წესზე უნდა გადავიდეს საზოგადოება და ესენი ეს ელტონ ჭყონიას 30,000 ლარიანი ფეხსუსტი ქალები უნდა გამოათრიოს და ჩამოკიდოს ლამპიონებზე. ეს ნანუკა ქაჯი და ისა მარიამ მოფრინდაშვილი. სხვანაირად ვერ წარმომიდგენია მე მაშინ და მე მაშინ ქუჩაში უნდა დაიწყოს ანგარიშწორება, რომ ესე იგი ჩვენ ხო ყველამ კარგად ვიცით. ამათ რაც აქვს ჩადენილი. სააკაშვილი უნდა გამოათრიო მაშინ მივამედის კლინიკიდან და აქვე დიღმის ტყეში ისა დიდი დიღმის იმაში რა ქვია, სადღაც ბუჩქებში დახრიტო. გიორგი ბარამიძე უნდა გამოიყვანო და თავის სახლის წინ დაწვა. მეგის ქარდავა უნდა გამოათრიო ციხიდან და ციხის წინ უნდა რაღაცა ჩაქოლო. გია მასტერა დგებუაძე უნდა გამოიყვანო რეზინის ეგრეთ წოდებული პაკრიშკა ჩამოაცვა თავზე და ცეცხლს მისცე და დაწვა. ხალხსტუხიანი ხვლიკი გიორგი თარგამაძე უნდა გამოიყვანო
პირი გააღებინო და ადუღებული ოქრო ჩაასხა პირში და მოკლა ასე. კარგით ბატონო. ნუ აბა არ ვიცი ეხლა ვერ გავიგე. უკვე გადავიდი. ძალადობას გამო მე შეიძლება ვაცვალ. არა, ძალადობის ესე იგი მაშინ. ძალიან გთხოვთ რა, მაინც შევიკავოთ თავი. არა, ერთი ძალადობრივი მოწოდება. არა, გავაგრძელებ. გასაგებიათ რა. გავაგრძელებ. ეხლა მაგ ქალბატონებს პირში რაღაცისთვის სხვა რამე უნდათ მაგას. არა, მაგას არა. მე თავა ქალბატონებს ეხლა კაცო ეხლა მე მაგაზე არა მაქვს ისა რა ქვია აქცენტი ამ შემთხვევაში. მე გიორგი თარგამაძეზე ვსაუბრობდი. მაშინ ეს თარგამაძე თქვენ კაცი გონია? ხო, ნუ დაუშვათ რომ ხალხი. ეგეც ქალებში გაქვს. ხო და ერთ სიტყვით მე იმას ვამბობ რომ თუ კანონი არის კანონებს, მაშინ ეს მოხდება მეთქი ამას ვამბობ. ეხლა ამათ მეტი ტვინი კი არა თავში ესენი იტყვიან და თითო ჩუბინიძეო გამოდის მოწოდებით რომ ესექენით ხალხო ესექენითო. და თუ კანონი არის კანონებს, გეუბნებით რომ ეს ისე იქნება მეთქი რა. ამათ რა გონიათ, იცით ეხა ბატონო ნიკოლოს, ეს მოღალატე ხალი რო არის რა. ეს მოღალატე ხალი, ეს ჯერ ერთი არანაირი ზურაბიშვილი ეგ არ არის და არანაირი გენეტი, საერთოდ ეს ქართველი არ არის აბსოლუტურად. ეხლა ფაშისტების თამამაო. ყველამ კარგად იცის ეს ხალი ვინ არის და როგორ არის და წვეთის სისხლი არ არის მაგაში ქართული და ეგ საერთოდ ეს ხალი არის ამორალური ხალი და ეხლა ეს იყო უდიდესი შეცდომა რომ მაგ ხალის საპრეზიდენტო კანდიდატად დაყენება, მაგრამ მე მესმის იმ სიტუაციის ეხლა რას დრო გადის უფრო და უფრო ბევრი პრეტენზია ჩემი აი ამ ხელისუფლებისადმი უკან მიმაქვს, იმიტომ რომ კარგად ხვდები და კარგად ხედავ თუ რაოდენ ზეწოლის ქვეშ ყოფილა არსებული ხელისუფლება და რაოდენ წნეხი ქონია ამ ხელისუფლებას. და ამათ რა გონიათ, იცი ბატონო ნიკოლოს, ახლა ჯერ ეს ერთი ეგ არ მოხდება და გამორიცხულია, მაგ ამბავმა ჩაილურის წყალი დალია უკვე, როგორც იტყვიან, ფიგურალურად რომ ვთქვათ, მაგრამ ამათ რა ეგონათ, რა გონიათ, რომ თუ ახლა აქ ძალადობრივი გზით რაღაცა შეცვლიან ხელისუფლებას და მერე მოვლენ თვითონ და რაღაცა ამ ქვეყანას თავზე მოაჯდებიან, მერე ამათ ეს ქართველი ხალხი ისა რა ქვია, თავჩაღუნული ივლის და ამათ დაუკრავს ესე არ იქნება. თქვენ ხო არ გონიათ ეხლა ეს ნანუკა ჟორჟოლიანი ეხლა ხან სამხრეთ კორეაში არის და ხან საჭამს საჭმელს და ხან რაშვება და სად ნებიურობს და ხან სად არის აცოცებული და ხან სად არის ჩამოსრიალებული. ეგ ეგრე არ იქნება ჩემო ძვირფასებო რა. ჩვენ ხო ყველამ კარგად ვიცით თქვენ საიდან შეიძინეთ ამოდენა ქონებები. არა მე ეს აი ამ ქონების უკან როგორც სტენდალი ამბობს დგას დანაშაული. არა მე რა არის ეხლა სასამართლოზე რომ მიდგა ამ ქვეყნის შეურაცხყოფა არის და ძალოვანი უწყებების დისკრედიტაცია, როდესაც აი ქალბატონს აი ესეთი ოვაციებით ხვდებიან. ტელეფონი შევინახო. მე მაინტერესებს ამ ქალმა რამე დამსახურება ჩაედინა, რამე თავი გაწირა ქვეყნისთვის, რომ აი ესე ოვაციებით, რომ ამის მაისურებით დადის ხალხი, რომ ევროპარლამენტარები რომ გამოდიან და გაათავისუფლეთ მზიას რომ გაყვირის ეს ჩვენი ეგრეთ წოდებული დასავლელი ქალმა გააჭდა სილა იმას რა ქვია პოლიციას. და ამით გახდა საქართველოში მზია ამაღლობელი, თქვენ იცოდით საერთოდ ვინ იყო? კაცო, ვის წაუკითხავს? არა, ვინ იცოდა ეს ქალი სააკაშვილი, თუ ჟურნალისტი ხარ, შედალოცვილო სააკაშვილის რეჟიმი რომ მართლა აპოგეას აღწევდა, კაციშვილს არ გაეგო, ამ ქალის საერთოდ არსებობა არავის არ გაეგო რა. ეხლა გარდა იმ ტევე ბორდელისა და ტევე ბორდელის და ტევე ბორდელი ჟურნალისტებისა. და ქალი გახდა ცნობილი რომ გააწდა სილა პოლიციას და რას ეუნება დასავლეთი მიდი თქვენს გააწანეთ და თქვენს დაგიჭერთ ხარს. მე არ ვიცი, აი ამით ხდება ქვეყნის ჩამოშლა. და რატო არის ეს ღია ეთერები, ღია ბოდიში პროცესები კიდე? ილია ჭავჭავაძის პროცესი მიდის მკვლელობის, რამე ბოდიში და ეროვნული მოღვაწის პროცესი. რატო არის გახსნილი პროცესები? რატო გვაყურებთ ჩვენ ამ ცირკს? ამ ცირკს რატო უყურებს საზოგადოება? არა ეს სასწაული, ეს იგი ეს ქალი არის დამნაშავე, ჩაიდინა დანაშაული პირდაპირ ეთერში ვნახეთ, როგორ დაარტყა იმ მართლა პატიოსან პოლიციას სილა.
გააწნა. ჯერესერთი ის პოლიციელი კი არის, მაგრამ ის არის მაღალი რანგის პოლიციელი და ძალიან კარგი ოჯახიშვილია და მე ვიცნობ რა მაგ ოჯახს და ეს არის შესანიშნავი თითით მისათითებელი ოჯახია, მართლაც ბატონ ნიკოლოზ ეს არის მე მამამის ვიცნობ ბატონ სოსო დგებუაძეს ამას წინათაც თქვი და ეს არის ძვირფასი ხალხი, მართლა უწესიერესი ხალხი, ძალიან თან მე ახლა დგებუაძეები კეთილშობილი გვარი არის, მოგეხსენება თქვენ და ყველა ჩვენ გვარის პატრიოტები ვართ, ახლა ყველას გამოგვერევა ხოლმე გვარში ვიღაც გველის წიწილი, მაგრამ ეს კაცი არის მართლა ესეთი ბატონი ირაკლი დგებუაძე, ქართული პოლიციის მაღალჩინოსანი და ბათულმის პოლიცმაისტერი, შეიძლება ასე ითქვას, არის ერთ-ერთი ძალიან განათლებული, კარგი ოჯახიშვილი, ახალგაზრდა კაცი და ეს გარეწარი ქალი, ჯერესერთი ეს სადაური წესი არის, რო იტყვიან რა, რომ ესე ქალი ასე იქცეოდეს რა. ქალი ასე მოქმედებს, ეს თუ დედაა საერთოდ და ეგ თუ ოჯახში არის გაზრდილი, მაგრამ ესენი არიან აი როგორც იტყვიან, რა იმერეთში იციან, თქმა აშვებულიო რა. ეს ქალი არის აშვებული, კაცო, ჯერესერთი ამ ქალს ქმარი ყავს საერთოდ. ეხა მაგაზე არა, ეს ქალი არის ოჯახი აქვს ამ ქალს, თავშიც გვაუკლია ერთი. შვილები ხო ყავს ამ ქალს არა, მე როგორც არ ვიცი, შეიძლება არც არის გათხოვილი, მე რა, რატომ ეკითხე, არ ვიცი. არ ვიცი, მაგის ქმარი სად არის, კაცო, მაი გვაინტერესებს, რომ გამოვიდეს ეს კაცია თუ ჭუჭელა და თქვას, რომ ეს ქალი, რომ ესე ცოლი გაუშვა და პოლიციელებს უთხრობს სახეში ხელს, ესე იგი, მე ეგეთი არაფერი მინახავს, კაცო. კაცო, ეხლა ეს რომ მოუშვა ხელი ძეგს დადგამენ ბათუმში. ეგ თარგმნა შეიძლება იმ ილიას ზეგლი აიღო და იმ ზიას და ზეგლი დადგან იქ. ეს რო ყოფილიყო, ეხლა მხედრიონის დრო, ის მხედრიონი რო იყო, შინაგან საქმეთა მინისტრი აკონტროლებდა ქალბატონ ზიას იქვე გაუპატიურებდნენ ბათუმის ცენტრში. თქვენ ეჭი ხوار გეპარებათ, კაცო. აი არ გვინდა ეხლა მაგი თემა ბატონ დიტო ეხლა მაინც არ გვინდა, იმიტომ რომ ეხლა მე რა არის, მაინც ქალბატონი არ გვინდა ზალადო. რა ქალბატონი კი არა, ეგ არის გეუბნებით აშვებული ცხოველი. ქალი რო ამას იზამს, რო ახალგაზრდა კაცს თან როგორ გაზრდილს და როგორი ოჯახი შვილს მიზანმიმართულად ხელს სახეში დაარტყამს და ისა რა სილას გააწნავს, ის ქალი არ არის. მე გეუბნებით ამას ყოველგვარი მოკიბვის გარეშე. რა ქალი ახლა თინა ბოკუჩავა ქალია. ეს ის რო არის, რა ქვია, ჯუმბერა, ისა რა ქვია, წიტლიძე. ანი წიტლიძე ქალია ესა. ან ის რო არის, რა ქვია, აი ეს ქალი არის, რა გვარია ის გუში რო ვაჩვენეთ ეთერში ჩვენ ჟურნალისტი მაგიდაზე რო ავიდა და კვტარი და ცოცხალი აგინა იქ რესტორანში ყველას ვინც ქოცია ხო ისა ციცქიშვილი ხო იაფარულავა ქალია და ზურაბიშვილიც არ არის ქალი მაგ სალომე ზურაბიშვილი ქალია თავისი შვილების ნათლიასთან რო ერთად რო დაწვა ის ქალია მაგარი ქალი იყო როენა ხუცურაული ქალბატონი როელა ერთი ბორდელი ქონდა და კაც თუ რამე გაუჭირდებოდა მივიდოდა კაცო ძალიან ხშირად ახსენებს მაგას არა რა ვახსენებთ იმიტომ რომ მეცყვარიყავით კაცო ახლა მესად ვიყავი მაგას გავანებოთ თავი რა ხო და მაგას გავანებოთ არა ისე სხვათა შორის ეხლა იცით რაშია საქმე აი თქვენ რასაც სხვათა შორის ქალბატონი როენა უფრო მეტი პატიოსანი იყო როენა უფრო მეტი იმიტომ რომ ეს ქალი არც მარად და ესენი არიან სულიერად, ხორციერად, ყველანაირად ბოზებიანი. ქალბატონი როენა იყო ჩემი მკითხველი, აქტიური მკითხველი. რას ლაპარაკობ? გეფიცებით. არ ვიცოდი. ქალბატონი როენა იყო ძალიან ეროვნული კალი. ხო. მირეკავდა ღმერთმა აწყონოს, კაცო. ღმერთმა აწყონოს. არაფერი რაო რა არაერთხელ დაურეკავს ჩემთვის და ესა თუ ის მასალა. შორე და მეგაშვიცარას გეკდება ურთიერთობა ისე ლაპარაკობთ ეხლა გამოწყდით ნამდვილად არა ყოველგვარი ხუმრობის გარეშე მართლა იყო ჩემი მკითხველი და ხო და ვიცით რა არის ეხლა მე რა მოხდა კაცო ეხლა ქალბატონი როენა აწყონოს ღმერთმა ხუცურაულის ქალი იყო და ქალბატონი როენა ამასთან შედარებით იყო ყინწვისის ანგელოზი კაცო ის ქალი ვინც იყო არც მალავდა მაგას და ესენი არიან ოფიციალური მეძავები ეხლა ნანუკა ხაჯაია და მარიამ მოფრინდაშვილი ელტონ ჭყონიასგან რო 30000 ლარს იღებენ ესენი ქალები არიან ესენი ჟურნალისტები არიან ახლა ვინ ვერ ხვდება რომ რისთვის აძლევს ამათ ელტონ ჭყონია 30000 ლარს ხო ვიცით ყველა მაგრამ ასე რომ მიყვეთ ეხლა ჩვენ ეხლა მე მინდა
რა მივყვეთ ესე უნდა მივყვეთ სალომე სამადაშვილი ქალია ეკა მიშველაძე გამოვიდა ქალმა ჟურნალისტი არის და საჭმელში ჩაუფურთხეთო ხალხსო აი ეს მართლა იმის მერე აი შემზიზღდა აი მართლა აი უკვე ადამიანი რომ მაგას იტყვის საქართველოში მტერი რო იყო მტერს არ წამლავდა ქართველი ადამიანი აი ხო იყო დაპყრობილი ქვეყანა მტერის მიერ და არ იყო ეგეთი შემთხვევები რა ეკა მიშველაძე აი ხა წარმოგიდგენე ეს ქალი რო პრეტენზიას აცხადებს კიდე განათლება უფრო გაუნათლებელია ხალხი, მეტ უფრო ადვილად სამართავია და შესაბამისად ეს არ აწყვეტ. თორე ნუ განათლების სისტემის რეფორმა ზოგადად განათლებაზე ზრუნვა უნდა იწყებოდეს, რა თქმა უნდა, არა უმაღლესი განათლებით, არამედ სასკოლო განათლებიდან და კიდე უფრო მე თუ მკითხავ, კიდე ბაღშიც უნდა აძლევდნენ ბავშვებს რაღაც გარკვეულ კონტურებს ამისთვის, მაგრამ ნუ ამაზე დიდად არც ერთ ხელისუფლებას არ უფიქრია, რაც ძალიან ცუდია. გვეთყობა კიდეც მარია მოგესალმები და მადლობა რომ გვერთვებით პირდაპირ ეთერში მე მარიამი სულ მეგონა რომ არის ქართული სახელი და აღმოჩნდა რომ თურმე აი ირანელებსაც ქვიათ მარიამი იკითხეთ ბევრი აი ამას რო ეხლა მარტო ერთი ფაქტით კი არა სხვა ფაქტებითაც ვლინდება რომ ეს ქალი ბოდიში და საერთოდ წიგთან და განათლებასთან მწყრალად არის და ქალი რომელიც ბოდიში და აი ესეთი საშინელებებს ლაპარაკობს და მისი საერთოდ მორალური სახეო და მგლები უნდა გავკრიჭოთო ხო ეს იყო ხო მგლები უნდა გავკრიჭოთო და ისაო მგლები უნდა დავხრიტოთო და ლამის ისაო და მე არ ზამხელა მზაკრობა და რამხელა სიძულვილია აი ამ ქალში და ქართველი ხალი აი ესე იგი არ ვიცი როგორ გადააგვარეს მე ყველაზე არ ვამბობ რომ ქალი გახდა აი ამის სინონიმი აი ამ ქალის აი ნებელი რომ ქვეყანა არის უკიდურეს კრიზისში და ეს არ არის ერთი ცალკეული სფეროს, განათლების, კულტურის თუ ასე შემდეგ პრობლემა, არამედ ტოტალურად მოშლილია უკვე ქვეყანა მხოლოდ ფორმალურად და ინერციით არსებობს და ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია ესეთი სოლიდარობის აქტები. რომ ჩვენ კონკრეტულ პრობლემაზე ვილაპარაკოთ, არამედ ერთმანეთს გავუწოდოთ ხელი და მით უმეტეს როგორც ლექტორი ვიტყოდი რომ ჩემთვის არ არის ჩემი მიზანი არ არის რომ გამოვუშვათ რობოტები, რომელმაც კარგად იცის თავისი საქმე, თავისი სპეციალობა და პროფესია. ჩემთვის პროფესიონალიზმი არაფერს არ ნიშნავს თუ მას ზურგს არ უმაგრებს მოქალაქეობა და ადამიანურობა. ამიტომ მე რა თქმა უნდა დღეს სტუდენტებთან აი ხა ეს ქალი რო შევა რისი რა შე რა უნდა გამოუშვა შვილო შე რა უნდა გამოუშვა ან შე რა უნდა ასწავლო აი ხა ეს არის ილიანის ლექტორი ილიანის ავიგე რასაც რა ვიცი რას ასწავლის ეხა იქ შეიძლება სექსის გაკვეთილებიც იყოს მე არ გამიკვირდება საიდან მოყავთ ეს ხალხი კიდე ვიღაცა ქალი რო არის რა გვარია ისა კაცო ის პიროვნება რომელიც ქავთარაძე ხო სწორი თქვით ქავთარაძე თინა ქავთარაძე ესა რა მთელი ის არის ქვაკუთხედი იქ მე მაის რაზე შეუერთდება ის არანორმალური და ეს ლევან ბერძენიშვილი დაემატება და მე თქვენ ხალხო გიკვირთ რატო მოდის ასეთი ახალგაზრდობა. აი ხლა ეს რო იმაზე შევა ეს რო შევა ლექციაზე მაინტერესებს ამან ვინც რა უნდა ასწავლოს ჯერ შეხედეთ რა არის ვინ არის რა არის რა უბედურება და მე გიკვირთ რომ აი ეს ახალგაზრდები რატო გამოდიან და ქუჩას რატო კეტავენ თავისუფლება რეჟიმის წინ თავისუფლება რეჟიმის რუსეთის დამალი იმპერია! ის რუსეთის დამალი იმპერია! ის რუსეთის დამალი იმპერია! ის რუსეთის დამალი იმპერია! თავისუფლება რეჟიმის წინ! თავისუფლება თუთი ყუშ რო ასწავლიდა იმეორებს ხოლმე ეს ორი სიტყვა ასწავლეს ეს რო დიდ დამპალი იმპერია და მეტი ვერ გაკაჩეს ამათმა მიმან ტვინმა მეგაბაიტები აღარ ყოფნით და რაღაც აი ესე იგი ტვინის არ ვიცი რა უჯრედი უმუშავებთ ამათ რა და მე აი ეს არის დამსახურება ამ ლექტორების ჯავახიშვილში ილიანში ყველა კერძო სახელმწიფო თუ უნივერსიტეტებში რო შეყრილია ეს ხატიაშვილების ნაირები აი მაისურაძის ნაირი ბერძენიშვილის ნაირი ლექტორები იმიტომაც მიდის ჩვენი შვილების საქმე კარგად მეგობრებო
როგორ შეიძლება აი რაზე არის საუბარი და ქალებზე მიდგა საუბარი. შეხედეთ რევი ხდება. აი ხა TV პირველი ჟურნალისტი ეკითხება იმას რესპონდენტს. აი ნახეთ რას პასუხობს. სტუდენტებზე სოლიდარობა, რომლებიც დაჭერილები არიან 12 დღე, პატარა გოგონები, ანგელოზებივით გოგონები, ძალიან მაგარი ბავშვები, პატარა გოგონები, ანგელოზებივით გოგონები, ძალიან მაგარი ბავშვები, პატარა გოგონები, ანგელოზებივით გოგონები, ძალიან მაგარი ბავშვები, მომავალ ესენი არიან ანგელოზები და პატარა გოგოები, რომ მივარდებიან სახში კვერცხებს ესვრიან, იქ ბოდიში და აგინებენ იმას რა ქვია, ბავშვებთან თანდასწრებით ადამიანებს, ესენი ყოფილან თურმე ანგელოზები. ან ესენი არიან ანგელოზები, აგერ აი სასამართლო პროცესზე მოსამართლეს რომ მიმართავენ აი ეს. თქვენთან ექნება ერთი თხოვნა, რომ სანამ მოწმე შემოიყვან, ისე დაარიგე და ისე შემოიყვან. ბატონიკოს, სითხე ბატონზია შეკითხვები. ძირს დამყარი რუსეთის იმპერია დაუწყდება რეჟიმის თხოვებს. ბატონიკოს, აუცილებლად შემდეგ კიდევ ერთი კარში იქნება დარბაზში და აუცილებლად დავხურავს თომას 92 მუხლის დაბამისად. აი ხო გითხარით ამის მეტი არაფერი არ ისწავლეს მეთქი. მარტო ეს იციან. მეც ვერ ქაჩავენ. და ეს მე მინდა მოსამართლეს ეხლა რო თქვა რომ მე დასახურია ხო აბა რა ეკდება ცირკად არის ქცეული მთელი პროცესი. და ესენი არიან გულაგებში. ნახეთ ერთი იქ მანიკვირი უსვია ერთს მეორეს თმების პრიჩოსკები გაუკეთებია და ესენი თურმე ესენი არიან სააკაიმაში გულაგებში. ესენი არიან აი იღრიჭებიან იქა და ესენი ეხლა მე ციხეზე არიან თუ სანატორიუმში კიდე გასარკვევი არის. ესენი არიან ცინიკოსები, ესენი ძირითადად არიან სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები, ძვირფასო მეგობრებო. აი ეს ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე გეუბნებით, რომ აი ამ ხალხს შეისწავლეთ ამ ხალხის პირადი ცხოვრება. მე აი არ ვიცი ახლა დღეს ჩვენ გვინდა ტრანსპარენტული საზოგადოება, ხო? გამჭვირვალობა რა და ყველას აი მოხდეს თითოეულის იდენტიფიცირება რა. აი მე დიდი ეჭვი მაქვს რომ ესენი ყველა ახალგაზრდები, აი ვინც არიან ეგრეთ წოდებული ახალგაზრდები, აი ეს დაჭერილები ამ აქციაზე 80% არიან აი ამ გეი ფაშისტური კლუბების წარმომადგენლები და აი ეს ნარკოტიკებზე დამოკიდებულნი და აი ესეთ გარკვეულ ცხოვრების წესს მიცემულნი და სოდომიაში ჩაძირულნი და ეს არც არის გასაკვირი, იმიტომ რომ ეს ჯგუფები მოგეხსენება თქვენ და ეს მეცრეულად დადასტურებულია და რაღაც ახლა მე ისეთ განსაკუთრებულს არაფერს ვამბობ, რომ ძალიან მოწყვლადნი არიან იმისთვის, რომ ესე აი ამ ანტისახელმწიფოებრივ სახელმწიფოს წინააღმდეგ ძილგამომთხელ საქმიანობაში იყვნენ ჩათრეული და ჩაბმული, იმიტომ რომ მათზე ზემოქმედება არის ადვილი. ადვილად არიან სამართავი ახლა ამ გამოშტერებულ მეკაში მიშველაძემ, რომელსაც დაარწმუნებული ვარ, თხათა გიგوارა აქვს საკითხული. წერა კითხვის მცირედ მწოდნე ეკა მიშველაძემ წეგან სწორად თქვა, რომ რაც უფრო ბნელი ადამიანი, მით უფრო მარტივია მისი მართვა. აი ეს არის ეს თაობა, ეს არის ბნელი თაობა, რომელსაც სამშობლოს განცდა არ აქვს. ახლა რაღაცა დააზუთხინეს, დააზეპირებინეს, რომ ძირს რუსეთის დამპალი იმპერია და ამათ გონიათ ახლა რომ პუტინი გაიქცევა მაგის გამო კრემლიდან და ისაც დატოვებს კრემლის ალაყაფის ჭიშკრის გასაღებს. არიქა თქვენ ჭირიმე, თქვენ ახლა რადგან ეგ მითხარით რას სისულელებს ლაპარაკობთ? ესე იგი, გამოყენებული ხართ რა დონეზე თქვენ უბედურებო, იცით? აი რომ ვერ გაივლის წლები, ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოთ, იქნებ ჭკუაზე მოხვიდეთ თქვენა. გაივლის 10 წელი, გაივლის 15 წელი და მიხვდებით, რომ თქვენი ცხოვრების საუკეთესო პერიოდს, საუკეთესო წუთებს, წამებს, დღეებს, თვეებს, წლებს ლევდით და ფლანგავდით ამ სიტუტუცეში, ამ უბედურებაში და ჩათრეული იყავით სამშობლოს ღალატში. დღეს გავიდა ისა რა ქვია დრო აგერ 30-35 წელი და ვინც 90-იან წლებში დააქცია ქვეყანა დღეს სხვანაირად ჭიკჭიკებენ ისინი. და მე მგონია რომ თქვენც რაღაცნაირად გექნებათ, დაგიდგებათ ეს პერიოდი. დაგიდგებათ ეს საშინელი მონანიების პერიოდი და მიხვდებით თქვენ რომ მაგრამ ესენი ახლა მოინანიებენ, თუ არ მოინანიებენ, ამათ განწყობებზე სახელმწიფო ვერ იქნება. კანონი მკაცრად უნდა დაუპირისპირდეს ყოველგვარ სამართალ დარღვევას. იმიტომ რომ სახელმწიფო არის, როგორ იცი, ესენი არიან აფთრებივით. აი გაიხსენეთ ბატონო ნიკოლოზ ვაჟა-ფშაველას ცნობილი მოთხრობა. ამოდის ნათდება. ტოტია რო შეჭამეს თავისმა გამოზრდილმა შვილებმა, ლეკვებმა. ბებერი მგელი ტოტია თავისმა გამოზრდილმა ლეკვებმა, ახალგაზრდა გლებმა რო შეჭამეს. საჭმელი რო ვერ იშოვეს, შივრები რო დაძრწიან, სოფელში რო ვერაფერი ვერ მოიხელთეს,
მერე ადგენენ და ბებერი ტოტია, ბებერი მგელი თავისმა გამოსდილმა ლეკვებმა შეჭამეს. ესენი ახლა ქართულ სახელმწიფოს ზუსტად ისე არიან, კბილებ დაკრეჭილნი, მიმდგარნი უკაცრავად, როგორც აი ეს ლეკვები ბებერ ტოტიას. და პოპია ტოტია საბა გაიხსენეთ ის მოთხრობა, ამათ ახლა რა უნდა უთხრა, ესენი ისეთ რაღაცებს კითხულობენ საერთოდ არ ვიცი მე, საჩოულობენ, საიდან პოულობენ ამ ეგრეთ წოდებულ ავტორებს და რაღაცა დარე ლიტერატურას. არა, ესენი არის ასეთი გაუნათლებელი თაობა საქართველოს. ჯერეთი ბატონო ნიკოლოზ, მე როგორ არ ვთქვა ეგა, დღეს გამახსენდა უკვე რა ვიცი და აი ბოღმა მომაწვა რა, რუსთაველის თეატრთან ჩავიარე. თურქი მწერალი ორხან ფამუკი ჩამოიყვანეს საქართველოში, რომელმაც ქართველები, კაცები გამოიყვანა ლოთებად და ბომჟებად და ქართველი ქალები მაპატიეთ და მეძავებად. ქუჩის ქალებად, ბოზებად. ვეფხისტყაოსანში არის ეს სიტყვა. ნახსენები და არა უშავს თუ ეხლა მეც ვიტყვი ამ ჩვენი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში. თურქმა ორხან ფამუკმა ქართველი ქალები გამოიყვანა თავის ნაწარმოებში მეძავებად და ქართველი კაცები ლოთებად, მაწანწალებად და ბომჟებად. ჩამოიყვანეს ორხან ფამუკი საქართველოში და რუსთაველის თეატრში გაუმართეს აპლოდისმენტები ქართველმა ქაჯებმა. აი ამ ეგრეთ წოდებულმა ქართველმა სვესტკის ასტავმა. აი ვითომ რო რაღაცა და რაღაცა. აი თქვენ ახართ სამშობლოს მოღალატეები და ვენაცვალე იმ ლავრენტი ბერიას, რომ თქვენაირ მოღალატეებს ხორეთ და ზუსტად რა. მეტი არაფერი არ მოხდა. არა, ვიღაცა ხო იტყვის, რომ რატო იხვრიტებოდა ხალხი. დასახორეტები იყვნენ და დახვრიტა. დიახ, იყო გადაცნობები, მაგრამ 30-იან წლებში იგივე საკეთებდნენ თქვენი წინამორბედები, თქვენი სულიერი წინაპრები. აღმერთებდნენ ყოველივე დასავლურს და უცხოურს და აფურთხებდნენ ქართულს. და ამიტომ იყო, რომ მე ჩამოუვარა მაუზერით მაგათ რა. ეგ იყო სიმართლე. და იქ პიროვნული კონფლიქტები იყო თუ გნებავთ რა. და უდიდესი ქართველი მწერლები თავიანთი ცოლების აღვირახსნილობა შეეწირნენ და არ მინდა ხა გვარები და სახელები. დავასახელო აქა. რა შეეწირა მიხეილ ჯავახიშვილი და რა შეეწირა სანდრო ახმეტელი. არა, ეხა ერთი რამეა. გუშინ თქვენ ალბათ ნახეთ ჩვენ ეთერში გავიდა, მე გახდით ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალურ უნივერსიტეტში 40,000-მდე სტუდენტი სწავლობს, სხვათა შორის ქართველებიც არიან, ოღონდ 10 ბავშვია. ეხა შეადარეთ ის სწავლა და ის კონტინგენტი და იმათი სახეები შეადარეთ. მე სპეციალურად იმ ბავშვებთანაც ჩავწერეთ ინტერვიუ. იმათი წელფელი, იმათი ალალი სახეები შეადარეთ და შეადარეთ მე აი ეს ქაჯები რო ყვირიან აქა ისა რა ქვია უშვერი სიტყვებით. და როგორი გაწიკწიკებულია უნივერსიტეტი, როგორი აუდიტორიებია, როგორი ესე იგი წრეებია, როგორი მეცადინეობა მინდის. და მე იმიტომაც არის ჩვენი ქვეყანა ყველასთან წააგებს. მოდის თურქეთში კარგი ახალგაზრდობა, მოდის აზერბაიჯანში, სომხეთში და ჩვენთან ახალგაზრდობა მოდის ქუჩაში ყვირის, წივის და ბოდიშ და სამარცხვინო. ვინ ამათმა უნდა შექმნას საქართველოს მომავალი, გეკითხები? მე მკითხეთ ეგ ამბავი და მე მოგიყვებით რა ხდება რა. ლექციაზე არ შემოდის არავინ. აუდიტორიები არის цаრიელი. ხო და უნდა გამოვიდეთ ამ ბოლონიური. ყველა უმაღლეს სასწავლებელი. ბოლონიური. აი მე ბოლონიური. ქართველები არ დადიან ლექციებზე დადიან ინდუსები, პაკისტანელები. ხო და ეს არის ჩვენი ერის გენოციდი. აი ეს განათლების სამინისტროში, თქვენ რო თქვით, აი განათლების სამინისტროში არის საქართველოს მოღალატეების ბუდე. შენ რო იცი ეს სისტემა შენ ქვეყანას ანგრევს. შეცვალეთ ეს ბოლონიური სისტემა, კაცო. ეს ბოლონიური სისტემა არის ქვეყნის დაღუპვა. ეხა იცის იმ უნივერსიტეტმა ფულის თუ არ გადაუხდის, ხო? მაშინ არ შემოვა შემოსავალი და ხუჭავს იმაზე, რომ სტუდენტი არ მოდის თქვენთან. კაციშვე, აბა ეხლა არ იყოს ბოლო გააგდებდით კიდევ. ყველგან გაიცხრილებოდა ნიშანს არ აღიცებდი იმ ადამიანს. ყველგან ეგრეა. ხო და ამიტომ არის საჭირო ცვლილებები, თორე დავიღუპებით და ამიტომაც არის რომ აი ამ ახალგაზრდებს რო უყურებთ, ასე ბოდიში გარჭობილი, გამორჭობილი სახეები არ დებილები. მე კიდე აი მე არ ვიცი, მე მინდა ხელისუფლებას მივმართო. ღამე გასვლა უკვე არის საშინელება თბილისში. დაძრწიან ქალაქში. მიიღეთ კანონი, რომლითაც 11 საათის მერე ალკოგოლი აიგზალება თბილისში და საქართველოში. გალოთებული თაობა არის.
და არ შეიძლება საქართველოს თუ იმ დონეზე მივიდოდა რომ ამის სხვანაირად შეუძლებელია ღამე ბოდიალობენ ყვირილი თან ახლა ფანჯრებს გააღებ ადამიანი ხო ვერ დაიხშობ ყურებს არა საშინელი ესე იგი სულ ესე იგი ყვირილი წივილი ჩხუბი დატაკება ბიჭო არ გიყვართ ეს ქვეყანა აგძალეთ ესა ეს გოგონები ლუდით არიან გალოთებული. ხო და ლოთები საქართველოში გამოიზარდა ლოთების, ნარკომანებისა და ბოზების თაობა. კი ბატონო. და ეს დასავლეთმა გააკეთა. ჩვენ ამ თაობას კი არ ვერჩით, კაცო, ახალგაზრდები შექმნა აი ამ სისტემამ. და მშობლები გადახვეწილი უცხოეთში რა გინდათ? დააბრუნდით საქართველოში თქვენ უბედურებო რა გინდათ ვერ გავიგე. რისთვის შრომობთ მანდ? დაღუპულები ხართ 80%-ს გეუბნებით 70-ს მაინც. დაღუპულები ხართ, შვილებს შეხედეთ, კაცო. რა გინდათ ან იტალიაში რისთვის იკლავთ თავს ან საბერძნეთში დაღუპულები ხართ გეუბნებით ძვირფასო ამას გულის ტკივილით გეუბნებით კი არ გლანძღავთ კი რაღაც კი არ გაძაგებთ არ მინდა პირიქით ძალიან მინდა რომ მოგეფეროთ და დიდი პატივისცემა დაღუპულია ქვეყანა შვილებს მიხედეთ არ ღირს ჭინჭებისთვის უცხოეთში გადახვეწა მერწმუნეთ უფრო მეტი საქმე გიფუჭდებათ უფრო დიდი საქმე ფუჭდება მომავალ თაობას კარგავს ქვეყანა შვილებს კარგავთ შვილიშვილებს კარგავთ იმიტომ რომ ეს ბავშვები მიდატოვებულები არიან მეთვალყურის გარეშე უპატრონოთ დააძრწიან ქუჩებში გალოთებულები არიან ნუ ბიჭებზე რო აღარაფერი ვთქვათ ხო კაცი შეიძლება წაიქცეს და ადგება მაინც კაცი იქნება ეს გოგონები კაცო არიან გალოთებულები ლუდის სიმით არიან გალოთებულები მე ეს ათასნაირი სასმელები ეს ენერგეტიკული სასმელები დადიან თვალებ დაკაჩული თვალებ დაწითლებულები მე აქეთ ესე იგი სიგარეტზე ხო ლაპარაკი ზედმეტია უკვე ეს სიგარეტი უკვე იავნანაა მაგათთვის რა ესე იგი აი ამ ნარკოტიკებით ესე იგი ან ტრიაქს მარიხუანას დაარქვეს კლუბური ნარკოტიკი მიხედეთ ხალხო ამას ქვეყანა გვეღუპება კაცო მე ის კი არა ვარ 90 წლის კაცი ახალგაზრდა კაცი ვარ და შვილები მყავს და ბიჭიც ამყავს და გოგოც ამყავს და ბიჭი მინდა რომ ქართველი კაცი იყოს და გოგო მინდა რომ ქართველი ქალი იყოს და დიდება უფალს ასეც იქნებიან ის ბავშვები და ნიკოლოზსაც შესანიშნავი შვილები ყავს აგერ ბატონ ნიკოლოზ და ასეთი შვილები ჩვენ ბევრს ავყავს სამეგობროში და ღმერთმა უკნას რომ ფლათასე წამხდარი იყოს საქმე მაგრამ დააბრუნდით სახლებში ძვირფასო ქართველებო ემიგრანტებო გეუბნებით შვილებს მიხედეთ ქვეყანა გვეღუპება მიხედეთ ბავშვებს გალოთებული თაობა განარკომანებული და გამეძავებული თაობა ხვიჩა კვარაცხელი არის ერთადერთი ჩვენი ეროვნული სიამაყე რითაც გვიხარია რომ ქართველები ვართ ეხა ჩემპიონთა თასი აიღო და მართლა აი რო გიყვართ ეს ხვიჩა კვარაცხელია ხო გიყვართ აი ახალგაზრდებს მინდა მივმართო ხვიჩა კვარაცხელია მამას იმიტომ მიაღწია რომ თავდაუზოგავად ჩრომობდა კაცი როდესაც იყო ლოკომოტივის ბაზაზე ამ რუსებს რო აგინებთ და რუსული საფეხბურთო სკოლა გაიარა ყველა რომ მიდიოდა და გრიალებდა და გულავდა ეს კაცი ჩაიკეტებოდა ბაზაზე და დამატებით ვარჯიშობდა თქვენ რა გონიათ ესე რატო სხვამ ვერ მიაღწია ამ ხელა წარმატებას ვერც ერთმა ფეხბურთელმა სხვამ და ხვიჩა მიაღწია მიბაძეთ ამ ხვიჩას შრომაში ჯერ როგორი ოჯახი ყავს კარგი როგორც პროფესიონალი კარგი როგორც ქართველი შვილი მეუღლე კარგი შვილი კარგი რაღაცაში მიბაძეთ ამას აბა თქვენ რო გიყვართ ეს ხვიჩა თქვენც იყავით ყველა უნდა ვიყოთ ყველა თავის საქმეში უნდა იყოს ხვიჩა კვარაცხელია ყველა თავის საქმეში არა ამათ რა უნდათ იცი ამათ უნდათ $5,000 ეგრევე ხელფასი სამსახურში არანაირი შრომა სამსახურში არ მიდიან 1000 ლარი თუა სამსახური არ მიდიან მე მაგალითად არ მიდიან არ უნდათ მუშაობა მე მადლობა მინდა გადაუხადო ხვიჩა კვარაცხელიას დიდი სიყვარული და აი რომ ჩემი ბიჭი რომელიც გუშინ იუბილარი იყო 14 წლის გახდა რომ მადლობა მოკლედ არის ნუ კარგად სწავლობს ეხლა მამაშვილობით არ ვამბობ და არ ვაქებ ყველას თავის შვილი უყვარს მაგრამ კარგად სწავლობს მაგრამ ამ ბოლო ხანებში ძალიან დაინტერესდა ფეხბურთით და როგორც ამბობენ, კარგად თამაშობს. როგორც ხვები მეუბნებიან, ხო და მოკლედ ჩემი შვილის და სხვების შვილებიც აღტაცებულნი არიან ხვიჩათი და ბევრმა დაიწყო ფეხბურთის თამაში და საქართველოში ბევრი ბავშვი თამაშობს ფეხბურთს. და გეთანხმებით აბსოლუტურად ბატონ ნიკოლოზ რომ რაც ბევრი ბავშვი იქნება ამ სპორტში ჯანმრთელობისთვის და მე მინდა მადლობა გადაუხადო მას რომ არა ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორი
შეიძლება ბავშვს რაღაცნაირად არც მოენდომებინა ფეხბურთსიარული და რაღაცნაირად ახლა კარგად სწავლობს და ამ მიმართულებას და რაღაცა და ღმერთმა ყველას წარმატება მისცეს და მე მინდა მას მადლობა გადაუხადო და ჩვენი სახელოვანი ფეხბურთელები და ის ძალიან სახელოვანი არის ჩემი რაიონის მკვიდრი არის ის ვანელი კაცი არის ის მერაბ დვალიშვილი და მე მინდა რომ მერაბს მიულოცო იმ უმშვენიერეს სოფელში სულორში მინდა მიულოცო მის ოჯახს და დვალიშვილებს და დვალიშვილები ჩემი ახლობლები არიან მამიდაშვილები მყავს და ეს საამაყო კაცი მყავს საამაყო იმერელი და ძალიან მართლაც რა ვიცი აი რაღაცა წარმოუდგენელი სიმაღლეები დაიპყრო ამ კაცმა ხო და მიბაძეთ ხვიჩაკ ბარაცხელიას მიბაძეთ მერაბ დვალიშვილს კაცო და ეხა ერთი მერაბ დვალიშვილზე მინდა ვთქვა მერაბ დვალიშვილმა ერთხელ გვატკინა გული ჩვენ და ამაზე ვთქვით პროტესტი ეხლა ამეორებენ იმ ვიდეოს მე სადაც ვთქვი ეს იმის შემდეგ მე არაერთხელ მithქვია და ამიდასტურებია ჩემი ხო და თვითონაც მოიხადა ამის გამო ბოდიში და ეხა ატრიალებენ ესე იგი ამ ვიდეოს სადაც ესენი გარეწმები არიან ავანტყოფები არიან იგივე მე მინდა ლაშა ბექაურზე ვთქვა ეს ჩვენი უნიკალური ადამიანი სანთელი ადამიანი მე ამ ხელისუფლებას რა მინდა იცი უთხრა ეხლა ქართულ ფეხბურთს წარმატება აქვს იგივე ძიუდოს ჭიდაობას არასდროს არ ქონია გამოიყენეთ ესენი ახალგაზრდებთან საურთიერთობად ჩამოვა ხვიჩა კვარაცხელია და ხვიჩა კვარაცხელიამ უნდა ესაუბროს ახალგაზრდებს როგორ მიაღწია მარტო ის კი არ არის რომ ფეხბურთი ესეთი ადამიანები ჩვენ უნდა გვყავდეს ჩვენი იდეოლოგიის განტარებად რომ ჯანსაღი ცხოვრება გაწიო რომ უთხრას რომ შვილებო არ გინდათ ეს ნარკოტიკი არ გინდათ ესა მე აბა ეხა ხვიჩა კვარაცხელიასაც ადრე რომ ბოდიში და სხვა გზითებლო ხო არ მიაღწევდა ამას გამოიყენეთ ესენი გამოიყენეთ იმაზე კორპუსებზე კატები და ძაღლების სურათები რო არის ხვიჩა კვარაცხელიას და ბექაურის სურათი გამოფინეთ ხალხო გაიხედავ კორპუსზე არის კატა ძაღლი რაღაცა ვისა რა ქვია ბოდიში და ტიტლიკა და ქალი ამ დროს გმირები ყავს გინა რაგბისტები გინას იგივე მამარდაშვილი გიორგი მამარდაშვილი ხო არა გინა მარტო სპორტს არ მინდა მე ხელოვნების ხალხსაც იგივე მეცნიერები რაღაცა ყველა მხრივ და რაღაცა ამ წარმატებული ხალხი უნდა გამოიყვნენ და ეხლა რა ხდება გამოდის აგერ დუტას ხიტლაძე გამოდის ის და ამ ბოდიში და ეგრეთ წოდებულ ვითომ წარმატებულ ხალხს იყენებენ პირიქით უკეთურობას აგერ ქართველები დაუპირისპიროთ აი ამ მოღალატე ქართველებს აგერ წარმატებული ქართველები კაცო ამომავალი ვარსკვლავი სოფლიო ბალეტის გიორგი ფოცხიშვილი შესანიშნავი ხო ამას არაჩვენებენ ბატონი გელოდი ფოცხიშვილი შვილიშვილი ღმერთმა ნათელში ამყოფოს ბატონი გელოდი მე მას კარგად ვიცნობდი და ქონია მასთან საგაზეთო ინტერვიუც მომიმზადებია ეს უნიკალური პიროვნება და ცეკვის ჯადოქარი და რაღაცა აი ეს საოცარი ხელოვანი და საოცარი ქორეოგრაფი რომელსაც ესე იგი უამრავი ქართული ცეკვა სულ თავიდან და ახლებურად და თავის რო იტყვიან დარჯაკში აქვს გატარებული და ისე როგორც ბატონი რეზო ჭოხანელიძე ესენი შემოქმედი ადამიანები იყვნენ არ მიყვებოდნენ რაღაცა იმ კარგას და იმ გაკვალულ გზას და ეს გიორგი ფოცხიშვილი გელა ფოცხიშვილის ვაჟი არის ისა ბატონი გელოდის შვილიშვილი და სოფლიო ბალეტის ამომავალი ვარსკვლავია აი ეს ხალხი უნდა გახდეს კაცო ჩვენი შვილების ჩვენი მომავალი თაობის რაღაცა აი ეს ორიენტირი კაშკაშა ვარსკვლავები ქართველები აი 3 მილიონიც არა ვართ და შეხედეთ აი გნებავთ სპორტში გნებავთ ხელოვნებაში რამდენი სოფლიო ვარსკვლავი გვყავს აი ამ პატარა ერის შვილმა აი მერაბ დვალიშვილმა აგერს რაღაცა აი ტიტლიკანა ბიჭმა სოფელ სულორში გაზრდილმა რომელიც აი ნიჩაბზე მუშაობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში აგერ ამოდენა წარმატებას მიაღწია ეს როგორ შეიძლება რომ კაც არ გიხაროდეს ესე იგი მაშინ უნდა იყოს ბნელი მართლა რა თქმა უნდა და მიუბაძოთ ამათ და ეხლა აგერ ეხლა როცა ახალგაზრდობის კუმირად იქნება მეპირფალოსე ნარკოტიკებისა და ბოდიში უბედურობის აი ისა რა ქვია გარკვეული გამправებელი და აგიტატორი ეხლა წაქცეულს არ ურტყამენო ნათქვამია ციხეში ეს კაცი მაგრამ ბიჭო კაცი გამოდიოდა ნიღბების წინააღმდეგ რომ ნიღბები არ უნდა დღეს ამერიკა მიიღო ოფიციალურად პრეზიდენტმა ტრამპმა შესაბამისი ცვლილებები კანონმდებლობაში ნიღბები აიგზალა ეხლა ამ ტრამპს რატო არ აგინებთ ეხლა არა ტრამპს რატო არ აკრიტიკებს თქვენ ლიბერალურ მედია
ახლა ტრამპია ამერიკის პრეზიდენტი, მაგიტო, აი გავიხსენოთ ეს ყველაფერი. მიღბების გზავის გზა გავლილი აქვს თავის დროზე იანუკოვიჩის უკრაინას. ეგ გზა არის რუსული გზა. მიღბები არ გაიკეთოთო და მე ჩვენ როგორ ეს მოგწამლავთო და მოგუდავთო დაჩით რუსთავზე გაგუდულების სული სიგიჟეა მართლა გეუბნები. დრაკონული კანონები არის მიმართული იმაზე, რომ გარკვეული თავისუფლება შეზღუდოს ადამიანებს. ზუსტად იგივე კანონები მიიღეს 2011-12 წლებში ბალოტნაირის მოვლენების დროს რუსეთში. ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ შეკრების მონაწილეებს უნდა აეკრძალოთ ნიღბის ტარება. მიუხედავად იმისა, რომ ლექციებზე ვერ ხვდებით ეს დღეებია და ვერ ვაახლებთ ცოდნას გამოხატვის თავისუფლების სფეროში, მინდა ამ ვიდეოთი გირჩევთ წაიკითხოთ ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება იბრაგიმოვა რუსეთის წინააღმდეგ. რაც უნდა ნიღაბი აკრძალონ, რაც უნდა კანონიერი საშუალებები აკრძალონ, კრიმინალიზება თუ მოხდინეს. ამის ეს სიგიჟეზე მივხვდეს. ეს ინიციატივა კიდევ ერთხელ აჩვენებს ავტორიტარიზმის მორიგ გამოფრინებას, რომელიც სრულიად უკანონოა. რეჟიმი არის სუსტი, ამიტომაც იღებს ამ აბსურდულ კანონებს. რაღაცა კანონებს იღებენ, რაღაცას წერენ ფურცლებზე და ეს არ არის არც რაიმე საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი. არის ასევე სხვა ნიღბების, რომელსაც შეიძლება უკეთ დაგვიწვას. რამდენად სწორია ამ უფლების ჩამორთმევა ადამიანებისთვის? ამის აკრძალვა ჩემთვის დანაშაულს ნიშნავს. რუსული დღის წესრიგით არის წასვლა, მაგრამ ამას ჩვენ არ ექნება არავითარი აზრი. ჩვენ მივლით ყაბალახით, ეს არის მშვენიერი საბურავი, ამით დავიცავთ თავს და ამით კიდევ ერთხელ გაუსვავთ ხაზს, რომ ეს არის ბრძოლა რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ. დააკავეთ ნიღბიანი ადამიანების ასწრაფოდ წერს სოციალურ ქსელში ტრამპი. მისივე განცხადებით აქციებზე ნიღბების ტარებაც აიგზავნება. მიღბების გზავის გზა ეს მთელი ქართული პოლიტიკური ისტაბლიშმენტი რო გამოვიდა და რუსული ესე იგი მივდივართო კურსითო, ტრამპიც რუსული კურსით მიდის, გეკითხებით, ეხლა რო აკრძალა ნიღბები? არა, ტრამპიც პრორუსული გზით მიდის? ამას სერიოზულად მტკიცებენ, რომ ტრამპი არის პუტინის აკეთება. არა, ეხლა გეკითხებით. არის რამდენი გარეკილია. ესე იგი თურმე ეს ყოფილა, ესე იგი რუსული გზა იმისი აკრძალვა რა. აი ეხლაც ხო გამოჩნდა ის, რომ თქვენ ხართ პოლიტიკურად გაკოტრებულები. საერთოდ ვინ არის თქვენი მოკავშირე? მაინტერესებს ამერიკასთან თქვენ გარკვეულწილად ახდენთ დისტანცირებას, რუსეთთან თქვენ ახდენთ. ვერ გავიგე რომელ ქვეყანასთან ახდენთ, აბა თქვენ სიახლოვეს მაინტერესებს. არ არიან ესენი იმართებიან მე არაერთის მithkom ყოველგვარი ხუმრობის და რაღაცა მის გარეშე ვამბობ ამას რა ვიტყვიან. ესენი იმართებიან სოფლიო პროპაგანდისტული გეი ცენტრებიდან. ესენი არიან სოდომიის ცენტრების მიერ მართული ჯოგი, რომლებსაც აქვს კონკრეტული დავალებები მიღებული. და აი ამ დავალების თანახმად უნდა მოახდინონ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება და ხელისუფლებაში მოიყვანონ სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები. ამას ვამბობ მე ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე და ყოველგვარი ჰიპერბოლიზაციის გარეშე. ეს არის სექტა. მე გამიკვირდა, იცით? მე მქონდა, მე არ მინდა ახლა ამ თემაზე. მე არ მინდა კონკრეტიკა და გვასდა სახელს მოვეთქვით, იმიტომ რომ ის არ არის ჩემი შორებელი, სამწუხაროდ და საუბედუროდ. და მქონდა მე ამ თემაზე საუბარი და ისინი ნაციონალებიც არ არიან. ნაცებიც არ არიან ისინი. ისინი არიან პირდაპირ გეუბნებით რა. ისინი არიან პირდაპირ აი სოდომისტური ცენტრების მიერ მართული ადამიანები. იცით რა მითხრა მან საუბარში? ჩვენ არ გვაინტერესებსო ნაციო. ეგენი არავინ არ არიანო. ჩვენ გვინდაო ხელისუფლების სათავეში მოვიდნენ ისინიო, რომლებსაცო აი ამ მოძრაობის მიმართო ექნებაო შემწყნარებლური დამოკიდებულებაო. ანუ ხელისუფლების სათავეში უნდათ მოიყვანონ გეი პროპაგანდისტები, LGBT აქტივისტები. აი ეგ არის ჩანაფიქრი ძვირფასო მეგობრებო, რატომ? ეხლა მკითხოთ შეიძლება რომელიმე მათგანმა, ხო? რატომ ეს იდეაფიქსი აქვს, აკვიატებულები არიან, როგორც ეხლათა ისეთი ეგრეთ წოდებული ისეთი გამოთქმა, ტრენდული ჩაქიმულები არის? არა. იმიტომ რომ აი ეს ხალხი როგორც წესი ყოველთვის არის ადვილად სამართავი. მოწყვლადია ეგ ჯგუფი. ადვილად ექვემდებარება შანტაჟს. ეხლა ხო წარმოგიდგენიათ, რომ ადამიანზე რომელზედაც არსებობს კომპრომატი. ძალიან ბინძური კომპრომატი, ხო? სააკაშვილი ხომ მთელს აი ამ ნაციონალური ჯოგს აკონტროლებს ძირითადად ლიდერშიპს, ძირითადად ამ კომპრომატებით, იმიტომ რომ ადამიანი არ იყო დარჩენილი ნაციონალური მოძრაობის იმ ლიდერშიპში, რომელიც გადაღებული არ აქვს მეგის ქარდავას პორნო სტუდიას. საწოლებში
საძინებლებში უძრებოდნენ და უვარდებოდნენ ხალხს. ესე დავით ბაქრაძიდან დაწყებული ბოკერიათი დამთავრებული ყველა გადაღებულია. აბსოლუტურად. ეს გამოშტერებული ისიც სხვათა შორის ბარამიძეც. და ისიც, რა ქვია, გვარამიაც და გაბუნიაც. ამიტომ არის, რომ ის ეხლა ბევრს რაღაც ის წვენია, ვერ ლაპარაკობს, ვერ ამბობს, თავშეკავებულია, მაგრამ ახლა გვარამიასნაირი, ესე იგი, ნამუსგარეცხილი მეორე არ დადის ამ ქვეყანაზე და იმიტომ თქვა, რომ მე არ მაინტერესებს, რომ ახლა იმ სიტყვას მე ვერ გავიმეორებ, იმიტომ რომ დიდი რო იტყვიან უსინდისობა გინდა ადამიანს. მაგრამ ჩვენი ყველაზე უბედურება იცი რა. ხო გახსოვს გვარამია, მაგრამ ყველა სფეროში ეგენი არიან, პოლიტიკა, ტელევიზია, მართლობის სისტემებში, ჩვენ მარტო აგერ აი გულზე ჯირი უნდა ვიკრათ, ხოლოდ თქვენ უნდა აი ეს პრობლემები გითხრათ, ყველგან ეგენი არიან. ეს არის სექტა. ვერჩი ვინმეს, არა, ეგენი აკონტროლებენ სიტუაციას. ეს არის ხელისუფლების ბრალი, კაცო, მე გეუბნები, აკოფაშვილი რო გადავიდა, ეხლა აკოფაშვილი გადავიდა რუსთავიორზე თუ აკოფაშვილი. ხო, მე დავწერე ეგა, ხო. და ვინ არის მე ის გოგო? ვინ იყო და იმაში? თავარი არქის ჟურნალისტი. თავარი არქის, ხო. და რატო გადავიდა? რუსთავი, რატო გადავიდა? რატომი ბატონო პაატასალია, იუსტიციის მინისტრო. დიდ პატივს გცემ. მაგრამ ეგ არ იყო მაშინ, არ იყო. ჯო, ეხლა არა აქვს რაღაც ბერკეტები. რანაირად ეხლა მინისტრია და ეხლა ნუ ვინც არის, არ ვიცი ეხლა მე. გავიგე, მაგრამ თქვენ რა გონიათ მარტო რუსთავიორში, იმედში ეგეთი ხალხი არ არის? კი ბატონო. გინა იმაში აჭარის არხზე გუშინ ის გოგო რო გამოვიდა, კაცო რა. ის საერთოდ საშინელი, იმა აკოიბასთან შეზე, იმა რაც იკადრა გუშინ, იმის მერე რო კიდე მაგას აჭარის ის არიელა ნაკაიძის, მეც კი არაფერს ხო, აბა ის მოღალატე. ის მოღალატე და როგორ აღმოჩნდა ის თურქეთის სპეცსამსახურების აგენტი ტარიელ ნაკაიძე იმაში, რა ქვია, საქართველოს პარლამენტში. არა, ერთი რამეა კიდე რა. ეს ყველაფერი იცით ისი ბრალი. აი უყურეთ ქვეყანაში ხდება უკანონობის დაკანონება. რა სასამართლოს დაუბრუნდეთ მინდა, რითაც დავიწყეთ ჩვენ გადაცემა. აგერ ეხლა მანდატურების ხელმძღვანელი არის დავით მატიაშვილი. ესე იგი ამ შავნოდარამ გამოაცხო კვირას, ესე იგი ისეთი რა ქვია თუ შაბათს ეს მთელი სიუჟეტი მიუძღვნა, რომ ამ კაცს რაღაც პრობლემები შეექმნას და ვერ აღასრულოს თავისი რაც აკისრია. აი ნახეთ ერთი რა, რომ კანონს იცავს ეს კაცი. ეს არ არის ერთი შემთხვევა. ერთ დღეს მომხდარი ერთი დაპირისპირება. ან ერთი კარი, რომელიც სასამართლო პროცესზე დამსწრეებისთვის ძალის გამოყენებით დაიხურა. გახმაურებული საქმეების სასამართლო პროცესებს თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზებში, დერეფნებსა და ეზოში. ბოლო პერიოდია მუდმივად თან ახლავს ძალადობა, ცემა და ღირსების შემლახავი მოპყრობა. მანდატურის სამსახურის წარმომადგენლები ახალ გაზებზე ფიზიკურად ძალადობენ. ვინ მართავს ამ ქაოსს? ვინ იძლევა მითითებას, რომ სასამართლოში მისულ ადამიანებს ასე მოიქცნენ? უკიდურესად არის დაძაბული. შაბათის ეთერი რამდენიმე კვირის განმავლობაში ამ პროცესებს აკვირდებოდა და თან იკვლევდა ვინ დგას. რატო უნდა ეჯიკავებოდე მანდატურს? აი ნახეთ თქვენ კადრები, ერთი შემოახტა, დაპორჭყა ეს კაცი, კაცი გეუნება დატოვეთ სასამართლო, იმიტომ რომ ობსტრუქცია, მე ხა პირადად თქვა შემსწრე პროცესები მაქვს ამ სასამართლოში და უყურებ როგორ იქცევიან ესენი. არის ჯგუფ-ჯგუფებად შეკრებილი ადამიანები და მე მინდა მივმართო ბატონ გელაძეს, შინაგან საქმეთა მინისტრს. იმ საქალაქო სასამართლოს ეზო გავაკონტროლოთ და მე გავაკონტროლოთ კონდეს პრეტენზია აფხაზეთზე და ცხინვალზე, იმიტომ რომ ეზო ვერ გაგვიკონტროლებია სასამართლოსი და რაზეა საერთოდ საუბარი. ეხლა რა ქნას ამ მანდატურების უფროსმა ვერ გავიგე, წესრიგიც დაამყაროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ფუნქციაც იკისროს და პროკურატურა. ხედავთ აგერ როგორ ეჯაჯგურება ეს ხალხი. არ ემორჩილება ადამიანი. და ესე იგი ამას ეხლა აწყობენ ბულიკს ამ კაცის, რომ ამან შებოჭილად იმოქმედოს, ხდებით? აი ეს არის მეგობრებო უკანონობის დაკანონება რაც ხდება. იმიტომ რომ მანდატურებს იმის მაგივრად უწევდეთ რომ აი რაღაცა სასამართლო თვითონ დარბაზებში წესრიგი იყოს, უწევთ აქ ორთაბრძოლების გამართვა. ხედავთ თქვენ? ეს მიზანმიმართული ეს ყველაფერი კეთდება იმის რომ ჩამოიშალოს ქვეყანა რა. ხო, სპეციალურად კეთდება, იმიტომ რომ რაღაცნაირად აი ეს ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინონ მათზე, ხელფეხი შეუბორკონ და მე რა თქმა უნდა, როდესაც მოხდება მისი აი დემორალიზება
დემონიზება მოხდება, შემდეგ ის გაწიონ პროცესიდან და აი ესე ხდება მე სწორედ ჩამოშლა სისტემის. რა თქმა უნდა ეს ვერ მოახერხეს, ვერ გააკეთეს. მე უფრო სხვა რაღაცას მივაქციე ყურადღება. ის ელტონ ჭყონიას ხალი, ის კაჯაია, როგორ ქელავს იქ. როგორ ქელავს, აი ძაღლები რო ქელავენ რა. აი მიაქციეთ ყურადღება თქვენ ამას. აი რა სახეები აქვს თამათ. მე ყოველთვის შეგეშინდება რომ მიხვიდეთ. მე ყოველთვის სასამართლოსთან რომ მიხვიდეთ შეგეშინდება. მე ყოველთვის გეგონება ურჩხულები არიან გამო. ეს ქაჯაია და ეს მოფრინდაშვილი თუ გაფრინდაშვილი. რატო იყვნენ ასე გაგიჟებულები? თურმე 30,000 თურმე 30,000 და ეგ ხა ჭონიასგან იღებენ და სხვებისგანაც ხო იღებენ ხა მამუკა დაიშურებს ფულს მამუკას ხო LGBT მამუკა 1.30 კიდე და LGBT მამუკა და ისიც დაამატებს ერთი ტრიცით ელტონ ჭონია და ნუ ესე ხო და აშენებული არიან გედაცვალე ესენი აბა ჩვენსავით კი არ არიან აქა რაღაცა ბოდიში და პირიქით ხელისუფლება გვებძვის ჩვენ და სიკტეთში არ აქვს თავს და ამათ კაცო ბოდიში და ქერის ორმოში არიან ჩავარდნილები. ელტონ ჭყონი. ეხლა მე აგერ კომუნიკაციის კომისია მიკირკიტებს ის რატო არ გაქვს, ას რატო არ გაქვს, შედალოცი რომ გამორთეთ ეს ტელევიზია მე რომ მიკირკიტებ აქა კაცო. აგერ ბოდიშთა აჯაყებისკენ არის მოწოდებები. ეხლა შეიძლება ეს ტელევიზია ფუნქციონირებდეს? ხო და ისა რა ქვია, აი ეს მაინტერესებს მე რომ ეს ელტონ ჭყონია, რადალია ესეთი. რომ ეს ორი ხალი ხო ყავს იქ 30,000 ლარიანები და რადალია ეგ ორი რო ყავს ვიცი და რამდენი ყავს კიდე მესამე ხო ყავს ის ხატია დეკანოიძე ხო და ეხლა ესე იგი ნათია ბერიძეს ეუბნება რომ შენს გახდი ჩემი მეგობარიო და ეხლა წარმოგიდგენია თქვენ ჩვენ ეს რაც ვიცით და ახლა კიდე რამდენს ურეკავს ატონო ელტონ რადალიეთ ეგეთი კაცები ვინახარ თქვენ ვერ აზვირიტელი თუ რაღაცა რა აზვერინი გაქვთ თანეული კაცო გავწავიჯეროთ აფეთურება ეს ჩემი არ ვიცი ეგეთი არ ვიცი რა ესე იგი მე ხალხო შემოწმდეს კოკა-კოლა რას გვასმევს ჩვენ ეს კაცი შემოწმდეს ეს სპეც კოკა-კოლა იქნება ესე იგი რა სპეციალური მე შემოწმდეს თემურ ჭყონიაში. საერთოდ შეამოწმეთ ეს კაცი, ის სექსუალური მანიაკი. ხო და ესე ქალებზე ვერ გავიგე ქალებზე არა ისე ერთი სული ხა ქალებზე იყო დაგეშლილი ჯობია ვიდრე კაცებზე იყო და ეგეც ეხლა მაგას პლუსი აქვს სხვათაშორის იმიტომ რომ მაგას ჯობია ისე იმას მიაწვეს ხას ვიდრე სხვები ვაწვევიან და მე არ ვიცი ეხლა თუ გასკდა საქმე და ნოდარა მელად შავნოდარა ცნობულობს 30,000 შენგან ბატონო ელტონ თუ ეს საქმე გასკდა აი მაშინ ეხლა კიდე ქალებთან კი ბატონო ეგ არაფერი ეგ თქვენ არაფერი რაზეა ეგ ყველაფერი გაправებული გაქვს ხო და შეგარგოთ ღმერთმა მაგრამ აი შავნოდარასაც თუ აძლევთ 30,000 აი მაშინ იქნება თქვენი არა შავნოდარას ვინ აძლევს აგერ გამოჩნდა სიუჟეტით რომელსაც ახლა აი მაშინ აგერ პრეზიდენტი გვიკვდება მოგწონს თუ არა მას თავისი ადგილი აქვს და როლი ამ ქვეყნის ისტორიაში როლი რომელსაც ვეღარაფერი წაშლის ხვალ რომ მოკვდეს გასვენებაში ალბათ შავებში შემოსულთა გრძელი რიგი დადგება მერე იტყვიან სააკაშვილმა ბნელი ქვეყანა ჩაიბარა და სახელმწიფოს აშენებდაო ამ ქვეყანაში ხომ წესად გვექცა ცოცხალს პატივს არ ვცემთ მკვდრის ტირილში კი ბადალი არ გყავს მერე ყველას აღმოაჩნდება სადღაც ანტიკვარულ ბუფეტში ბოლო უჯრაში ჩამალული სურათი მიშასთან ერთად დააფრიალებენ ჩემი მეგობარი იყო ვიდრე ცოცხალია ვიდრე ჯერ კიდევ შანსი არსებობს განა რასაკეთებთ თქვენ მის გადასარჩენად ამას ვინ აძლევს კარგად ვიცით ეხლა სააკაშვილი ფილდკომანდერი უნდა იყოს შემიო და ეს ეხლა მიშასთან ნამყოფი არის და გასაგებია ყველაფერი მაგრამ აი ხა ამ ხელა ნეკროლოგს რო კითხულობს ეს კაცი ბოლოს ალბათ ტელეპიროში გავა ის მორბენალის ტრიქონები რო არის ხო იცი გაიგარ დაიცვა ვანში კუკური თავაზე ეს გამოვა დამტირებლად ისი კაი დამტირებელია ესე რა ქვია ეს იგი ხალხი ამას რასახლები ქალები იმაში არის გადახვეწილი და ზოგიერთ რაიონში ეს რასახლები ქირაობენ ქალებს რომ დაიტიროთ აგერ არის ქალი
დამტირებელი წაიყვანეთ ვანო ის არა წაიყვანეთ ეს აგერ ნოდარა და დაიტირებს ბატონო თქვენ იცით ეს ვიცი ყველაფერი აბა ის 30000-ები რო ფრიალებს აიდან ამას 30 ამას ეკდება სტოტიში ამას ესე იგი ამას ეს სტოტიშიანი არის კი ბატონო ხო და აი ესეა იმიტომ არის ესენი თავს იკლავენ ის დიანა ტრაპაიძე თუ ვინ იყო კაცო ხო დიანა იყო ხო დიანა არა ის რო იყო თათი ის არა ქვია ფშო რო ტიროდა იმაზე სააკაშვილზე კაცო ის ჟურნალისტი ხალი ცოტა გახდა ეხლა თეადეიშვილი ხო თეადეიშვილს არ ვიცი სააკაშვილმა რა ამისთანა მაგრამ ქალმა ბიჭო იტირა რასაც ქვია ეთერში რა არ ვიცი ეხლა თქვენ ამბობთ რომ ჩვენო ვართო დამოუკიდებელი ჟურნალისტები აი ხა ამხელა ნეკროლოგს რო წაიკითხავთ ბატონო აპატიეთ ამ ცუდი შედარებისთვის მაგრამ საქვეყნო ცნობილი არის ერეკლე მეფე რო გარდაიცვალა რომ ერთმა კახელი ქიზიყელმა გლეხის ქალმა დაიტირა და ასე რო ახლა სააკაშვილის რო გარდაიცვლება ალბათ მე როცა გარდაიცვლება ხა ღმერთმა შეუნდოს თავისი აყოლებული სიცოცხლე მე ახლა არანაირად ქრისტიანი კაცი ვარ და ახლა კაცის სიკვდილი არ გამიხარდება მაგრამ ეგ სამშობლოს მოღალატეა და საქართველოს რაც უფრო გათავისუფლდება რაც მალე გათავისუფლდება ეგეთი მოღალატეებისგან უკეთესი ჩვენთვის მაგრამ აი სააკაშვილს რომ მიაკოდება ძაღლის სულში ალბათ მე ნოდა ისა რა ქვია თეა ადეიშვილის დატირება შევა რაღაც ქრესტომათიაში რა ესენი არიან მე გეუბნებით ბატონო ნიკოლოზ თქვენ ესენი არიან სააკაშვილის მიერ გაბახებული და მაპატიეთ ამ გამოთქმაზე მაგრამ ნახმარი ქალები ეს ნახმარი როგორც პირდაპირ ისეთი გადატანითი მნიშვნელობით ამათ ამისი არცხვენიათ ეს იცის მთელმა საქართველომ ესენი არიან გადაღებულები ჩაწერილები ჩაკარტოჭკებულები ეს იცის ამათმა ოჯახის წევრებმაც იციან და სააკაშვილმაც ყველაფერი ეს რა თქმა უნდა მისი ორგანიზებით ხდებოდა და სააკაშვილმაც ძალიან კარგად იცის რომ ამათ სააკაშვილის იქით გზა არ აქვს რა ამიტომაც არის რომ ესენი აი უერთმანეთოთ არ შეუძლიათ რა აი ეგ არის მეტი ძალიან მარტივად არის აქ საკითხი twins ნუ ვიჭყლიტავთ რა ეს არის ძალიან მარტივი მოცემულობა მათ ერთმანეთთან აკავშირებთ ბინძური სარეწელი ესენი არიან სააკაშვილის მიერ დაჭმოჭნული ქალები ხასები ხარჭები და აქედან გამომდინარე არიან ერთ საქმეში ერთად აი ეგ არის მეტი არაფერი არ ხდება აქ ამანაშოვნინა ფული მათ ქმრებს მათ ძმებს მათ ოჯახებს და აშოვნინა ვის ხარჯზე აშოვნინა იმის ხარჯზე რომ იქ ბუტა რობაქიძე უნდა დაეხვრიტათ იქ სანდრო გიგულიანი უნდა ფინური დანებით დაეჩეხათ და ხევში გადაეგდოთ იქ 26 მაისს სულიკო ასათიანი და ნიკა კვინტრაძე მოეკლათ და მე ოლეგ ჟვანიას მაღაზიის სახურავზე შემოედოთ იქ გურამ შარაძე უნდა დაეხვრიტათ იქ საწოდავი აჭარელი ბიჭები უნდა დაეხვრიტათ ნავთლუღის ბაზარში მუხლებზე დაჩოქილი რო იხვეწებოდნენ რომ თბილისში პირველად დავართ და რა დავაშავეთ რას გვერდჭითო იქ ცხონებული ზურაბ ვაზაგაშვილი უნდა დაეხვრიტათ იქ ყინჭვისის ბიჭები უნდა ეწამებინათ დღეს რო გამოვიგო გუშინ გამოვიდა ისა ბატონი გოგუაძე და კიდე ერთი გვიმრაძე იყო თუ არ ვცდები და საოცარი რა მე თუ რამე გამაკვირვებდა 1000 ჯერ მაქვს ეს ყინჭვისის საქმე მოსმენილი მაგრამ მე თუ რამე გამაკვირვებდა არ მეგონა რა რომ მიშა ცილიკიშვილს ამ ლომივით კაცს როგორ მოექცნენ რამაზ ღვალაძეს ამ ლომივით კაცს ჩემს მეგობარ კაცს როგორ მოექცნენ და როგორ აწამეს და რა უბედურებები დაატრიალეს აი ეს უნდა მომხდარიყო ეს წამებები უნდა ყოფილიყო და მე აი ამათ ამ თეადეიშვილებს და აი ამ სააკაშვილის ხარჭებს ქონოდათ პირადი ბედნიერება უზრუნველი ცხოვრება ბიზნესები მანქანები ვერტფრენები უცხოეთის ეგრეთ წოდებული პაესტკები მოგზაურობები ეს კოდუების დამნაშავე ოჯახი სისხლში რო არიან ამოთხორილები და ნანუკა ჟორჟოლიანი იძახის ერთი სახლი მაქვსო კვიპროსიო რა რა კარგია ოხნეტავი ერთად იყოს წყალტუბო და კვიპროსია რა
სამარცხვინო ეს. ვარშა ლომიძესთან ჩავიდა საფრანგეთში და განახებთ ეხა კადრებს, როგორ იწონებს თავს, ხან კორეაშია, ხან პარიზშია. არის ის მესამე დღე. ამ საღამოს გქონდა ინტერვიუს ჩაწერღე. ფიქრობდი რა ლოკაციაზე ჩაგვეწერა, რომ ყოფილიყო სიწნარე სიმშვიდე, ამიტომ ბევრი ვიძიეთ უცელდა, ვიქირავე პარიზის კონსერვატორიის ერთ-ერთი ოთახი, რომელშიც გადავიხადე დაახლოებით 350 евро 2 საათში. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი არჩევანი გავაკეთე, სიწნარე იყო, სიმშვიდე იყო, ასევე არავინ არ იყო კონსერვატორიაში და მთლიანი კონსერვატორია იყო ჩემს განკარგულებაში. რესტორანში რო წავსულიყავით, ამაზე უფრო ძვირი დაჯდებოდა. ამის შემდეგ წავედით სასტომროში, მე ჩავიტარეთ ამოსკინით რუტინა, უბრალოდ ამ ვიდეოებში აღარ ჩავსვი, იმიტომ რომ ყველა ვიღაცა ეტყვის რაში მაინტერესებსო ესაუდა. აი ეს ვაშალომიძე ნაკლებად მაინტერესებს, მაგრამ ნუ ეს ქალბატონი, მაგრამ არ ვიცი ხა არერები, მაგრამ ნუ არ ვიცი მართლა რო გითხრა, მაგრამ ეს ნანუკა ეხლა ნანუკა აგერ პარიზში ნებივრობს, კორეაში ნებივრობს და აქ კიდე ესენი ეს ჩვენი ეგრეთ წოდებული სინდისის პატიმრები იხჩობიან ტირანიისთან ბრძოლაში. ნანუკა როგორ გადაგდის ლუკმა პირში, როცა იცი რომ შედი თანამებრძოლები აი აქ გმინავენ რეჟიმის ტყვეობაში. აი ბოკალ შამპანს რო სვამ, რანაირად იღებ, როგორ არ აქვს ცხენი ან კორეაში, არ ვიცი, მუშა წამებულო, რა ვიცი. ნიკა გვარამია, გიორგი ვაშაძე და ნანუკა ჟორჟოლიანი არიან ოფიციალური მულტიმილიონერები. ოფიციალური მულტიმილიონერები. თქვენ იცით ოქროყანაში რა სახლი აქვს ნიკა მაგვარამიას ხალხო? ეხლა გაყიდა მგონია რა. აი რამდენი 10 მილიონი ღირს კაცმა რო არ იცის რა. და იცით რა ქონებები აქვთ მაგათ? უცხოეთში 3 და 4 სახლი აქვთ. და მაგათ ჯერ აი ხელისუფლება რო შეიცვალა, მაშინაც 10 მილიონები გააკეთეს. გაიხსენეთ ის ჩანაწერი, ბატონო ნიკოლოზ. ვანომერაბიშვილი, ისა რა ქვია, ხეთაგური, ალექსანდრე ხეთაგური რო ურეკავს ნიკა გვარამიას და ვანომერაბიშვილმა ვიცი ვაიმეო არ გამისკდაო გულიო ეს გვარამია თავისთვის დამახასიათებელ სტილში რო ლაპარაკობს. გაიხსენეთ ის საუბრები, რაზე არის იქ ლაპარაკი. და ესიც რო არის ახლა გატრონული ის დაღლილი ჯორი. და რო გვატყუებს აქ ჩვენ ის ენერგოპრო და რაღაცები. ვისია ენერგოპრო? ვისია ენერგოპრო? არის სააკაშვილის. ვის ატყუებ თქვენ? თქვენ აძირალებო. სააკაშვილის არის ეგა ყველაფერი. მთელი ელექტროსისტემაც სააკაშვილის ხელშია. ისევე როგორც ისა რა ქვია, პორტები საქართველოსი. აგერ არის ბატონო ისა რა ქვია, ეს ბეჟუაშვილი. ბეჟუაშვილთან ჩავიდნენ და როცა დაუწყეს ლაპარაკი, კი ბატონო, მე პრობლემა არ მაქვს, რომ ის სახელზე არის გადაფორმებული ფოთის სპორტის რაღაც დიდი სეგმენტი, მაგრამ ეს ჩემი არისო. გაარკვიეთ სააკაშვილთან და კი ბატონო, ეხლა მოგიწერთ საბუთებზე ხელსო. ეხო ცნობილი ამბავია ძვირფასო მეგობრებო. ელექტროსადგურები აქვს წაღებული ამას, ამ ნაძირალას. და გიული ალასანიას ქონებაზე ხო ლაპარაკი ზედმეტი ეს კალი არის გეუბნები არ ვიცი მე რა ეს კალი შეიძლება კი რა მილიარდერიც არის მამუკა ხაზარაძე არის ოფიციალური მილიარდერი ბადრი ჯაფარიძე არის ოფიციალური მილიარდერი ცეზარ ჩოჩელი არის ოფიციალური მილიარდერი უზარმაზარი ქონებების პატრონები არიან შეჭამეს მთელი საქართველო შეჭამეს აი ეს ხალხი დგას ეხლა ამ 200-კაციანი პროტესტის ავანგარდში, უпростоრად სორუებში და გამოყვანილი ყავთ ეს უდღეურები, ეს უციგნურები, ეს გეი პროპაგანდისტები და გეი აქტივისტები. და არიან ესენი ეხლა და ელოდებიან რას, რომ ხელისუფლებას წაცდება ხელი, დაარბევს იმას რა ქვია, ამ 200 კაცს, ცემენ ვინმეს გაუტეხავენ თავს და მე ატყდება ერთი ღრიანცელი და ვაიუშველებელი. ჯერ რას გავს საქართველოს პარლამენტის შენობის შესასვლელი წინ. ყარს იქაურობა. იქ გოგირდი არის ასაკჩოლებელი, ხვლიკები და გველები დაგესევათ იქა. კერხერით არის ყველაფერი იქ, ესე იგი გასაწმენდი რა. რა უბედურებაა ეს, რა არის ეს? აი ხა მე რო ვიყო ხელისუფლების ადგილზე, მაგათ შემოვარტყამდი ალყას. და არავითარ შემთხვევაში არ მივცემდი იქედან გასვლის საშუალებას. აი თელი ზაფხული მაგათ ავაყროლებდი იქ რა. ამ ნაძირალებს. უკვე მოთმინების ფიალაც აივსო უკვე და
დრო არო ქვეყანაში წესრიგი დამყარდეს, იმიტომ რომ არ არის ესეთი სასიამოვნო ამ ყველაფრის ყურება. ბატონ დიტო იყო ჩუბირი და ჩვენი გადაცემის სტუმარი, მადლობა ბატონ დიტო. დიდი მადლობა. დრო ამოიწურა. ჩვენ ხვალ შეხვდებით ერთმანეთს საღამოს 9 საათზე, კარგად მზადებოდეთ.